დიდიღამში პეტრე იბერის ქუჩაზე ალფა სახლი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ურბანულ პროექტს სხვა უბანს აშენებს. ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც გაერთიანებულია 22 საცხოვრებელი ბლოკისგან შემდგარი 14 კორპუსი, 2 საბავშვო ბაღი, სკოლა, საოფისე და კომერციული ფართები, გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები და ასევე სპეციალური ზონა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც. რა შესაძლებლობებს ქმნის სხვა უბანი, უფრო მეტ დეტალს ნინი გიგიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გაიგებთ, რამდენიმე წუთში კი პროექტზე და მის წინა საახალწლო შეთავაზებებზე ვცვლად სტუდიაში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ალფა სახლის სხვა უბანში, რომელიც შენდება პეტრე იბერის 13 ნომერში. აქ გახლავთ 22 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ ადგილს იკავებს. ამ ტერიტორიაზე იქნება 6 ჰექტარი გამწვანებული სივრცე, ანუ 60,000 კვადრატული მეტრი, სადაც არ მოხდება სამანქანო მოძრაობა. აქ იქნება მხოლოდ საფეხმავლო ბილიკები და დაინტერესებულ პირებს ფართი მარტივად რო წარმოვადგენინოთ, თითქმის გახლავთ ტკიკვიძის პარკის ხელა და დიდიღომში არსებულ პარკზე 4-ჯერ უფრო დიდია. ამ ტერიტორიაზე ჩვენი მობინადრეებისთვის მოეწყობა 4 სპორტული მოედანი, საბავშვო ტერიტორია, იზოლირებული გარემო ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. გვექნება 2 საბავშვო ბაღი, სკოლა. ასევე თითოეულ კორპუსს ექნება ალფა სახლის მხრიდან გარემონტებული ლობი და მოვაწყობთ სივრცეს დამხმარე პერსონალისთვის, მებაღეებისთვის, დიასახლისებისთვის. რითია გამორჩეული ზოგადად ეს პროექტი და რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება? 23 წელია უკვე ალფა სახლი ბაზარზე გახლავთ და ამ პერიოდის მანძილზე გვაქვს 19 დასრულებული პროექტი. თუმცა ასეთი მასშტაბის ნამდვილად ჯერ არ გქონია. ეს გახლავთ როგორც ჩვენთვის, ასევე ამიერკავკასიაში სიდიდით პირველ ადგილზე მყოფი პროექტი. და სიდიდესთან ერთად არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის ჰქონდეს იზოლირებული და კეთილმოწყობილი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე ჩვენ სხვა კარკასის კონდიციით ვაბარებთ ბინებს, რაც არის ალფა სახლის მიერ დანერგილი და ნათქვამი სიტყვა უძრავი ქონების ბაზარზე. სხვა კარკასის კონდიციით, როდესაც ჩვენი მობინადრე ჩაიბარებს ბინას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ექნება მწვანე კარკასის გაუმჯობესებული ვერსია, რა დროსაც ივიწყებს ყველანაირ შავ სამუშაოს და ბინაში შედის მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გასაკეთებლად, შპალერი, კაფელი, მეტლახი. ჩვენი მხრიდან დამონტაჟებული იქნება ბინაში შესასვლელი რკინის კარი, რომელიც იქნება ცეცხლგამძლე, მოჭიმული იატაკი, ეგრეთ წოდებული სწიაშკა, რომელიც იქნება სველ წერტილშიც კი. შიდა ტიხრები ამოყავს 10 სანტიმეტრიანი იტონგის ბლოკით და მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ბლოკზე. ეს გახლავთ სპეციალური პროდუქტი თბოიზოლაციისთვის და ასეთი ბლოკით აშენებული ბინის შემთხვევაში კომუნალურის გადასახადი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბლოკით აშენებულ ბინაში. ამ ტიხრებს ჩვენ შემდეგ ვლესავთ პერლიტის და თაბაშირის ნაზავით, რაც გახლავთ სპეციალური პროდუქტი ხმის და თბოიზოლაციისთვის. რაც შეეხება აივანს, აივანზე აბსოლუტურად ყველანაირი საქმე სრულ რემონტამდე არის ჩვენი მხრიდან გაკეთებული. იქნება გამოსასვლელი შავი ფერის მეტალოპლასმასის კარფანჯარა 2 მექანიზმით, გაღება გადმოწევით და 2 მინაპაკეტით თბოიზოლაციისთვის. ექნება მოაჯირი ან შუშის ან რკინის იმის მიხედვით კონკრეტულ სართულს ფასადზე რა უწევს. აივანზე მეტლახი იქნება დაგებული და ცენტრალური საქმოები ადგილისთვის კარადა გამზადებული. რიცხვს ვაყენებთ შუქზე, წყალზე, გაზზე, ბინას აბონენტად ვარეგისტრირებთ და სახლში ვაკეთებთ დაქსელვას. ცენტრალური გათბობის, ბუნებრივი აირის, წყლის და გაზის ქსელი იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ანუ, როდესაც მობინადრე შემოვა, საერთოდ აღარაფერს აღარ გააკეთებს თავად კოსმეტიკური რემონტის გარდა. დიდი დიღომი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უბანი გახლავთ და არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი. ამ პროექტში, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვაშენებთ 22 კორპუსიან საცხოვრებელ კომპლექსს და თვის მანძილზე 100-დან 150 ბინამდე ხდება გაყიდვა. გვაქვს წინა საახალწლო შეთავაზება. ალფა სახლის სხვა უბანში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეიძინოთ ბინას 3 განსხვავებული პირობით. ეს გახლავთ ფასის კორექტირება, ყოველთვიური გადასახადით 50%-ით შემცირება და მესამე არის, რომ ბინას ჩაიბარებენ სხვა კარკასის კონდიციით, თეთრი კარკასის კონდიციის ნაცვლად. და ამ პირობების და დეტალების გასაცნობად შეუძლიათ ამობრძანდნენ აქ პეტრე იბერის 13 ნომერში ან წერეთელზე სათაო ოფისში 117 ნომერში. ალფა სახლი უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 22 წელია ოპერირებს, ამ დროისთვის 19 დასრულებულ პროექტს იცვლის, ამჯერად 3 ლოკაციაზე 25 მიმდინარე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ეს არის კლდანში, დიდიღომში და სხვა უბნის სახით და ასევე შეკვეთილში. უფრო მეც ირინა მილიმონაძე, ლემონს გრუპის დამფუძნებელი გვეტყვის, რომელიც სტუდიაში გვერდდება. ირინა, დილომშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენი მაყურებელი მეტნაკლებად იცნობს ალფა სახლის პროექტებს, თუმცა მოკლედ შესავლისთვის, რომ ვთქვათ, რამდენი ხანია რაც ბაზარზე ხართ, რა ტიპის პროექტებს
აშენებთ, სად აშენებთ და რა არის მთავარი ხაზი, რასაც ზოგადად ალფასახლი 22-23 წელია უკვე რაც წარმოდგენილია როგორც სამშენებლო კომპანია, თავიდან ასეთი მასშტაბური პროექტებით არა, თუმცა ბოლო 6 წელია გამოირჩევა ალფას პროექტები თავისი მასშტაბურობით, არ აშენებს ასე კონკრეტულად კორპუსს და მხოლოდ ამის გაყიდვებზე არ არის ორიენტირებული, ძირითადად საცხოვრებელ კომპლექსებზე ვართ ორიენტირებული. 14 კორპუსზე და 22 ბლოკზე თუ ვსაუბრობთ, უბანზია მთლიანად საუბარი. მის მოღვაწეობაში ამდენი წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და არა მარტო ალფასთვის, არამედ საქართველოსთვის, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტს ახორციელებს ალფა 160,000 კვადრატულ მეტრზეა სამშენებლო პოლიგონი, ასე ვთქვათ, გადაჭიმული. პირველი ეტაპი მშენებლობის 4 ბლოკს მოიცავს 7 კორპუსს და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ალბათ უფრო დეტალურად. ძირითადად ალფამ შეცვალა სამშენებლო ინდუსტრიაში და ქართულ რეალობაში ბევრი მიმართულება თავისი ახალ-ახალი პროდუქტებით და ახლაც ახალი ამბავი აქვს ჩაბარების კონდიციაზე უფრო მეტად, იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ გაჯერდა ბაზარი თეთრი კარკასის კონდიციით ჩაბარებას, თითქოს მწვანე კარკასით ვცადეთ მშენებლებმა, მაგრამ ალფამ სულ სხვა რაღაც გააკეთა ამ კონკრეტულ სხვა უბნის პროექტში და მობინადრეები ჩაიბარებენ ბინას თითქმის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილს, ანუ მომხმარებელს დასჭირდება მხოლოდ დეკორატიული დიზაინის თავისი გემოვნებით შექმნა, დანარჩენი სრულად არის დასრულებული შავი სამუშაოები ბინაში. გარემონტებულია მთლიანად აივანი, ელექტროობა, ბინაში აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებულია, გარდა გრანიტის, შპალერის და ჭერისა. ეს არის ახალ-ახალი შეთავაზებები, რასაც მომხმარებელი ითხოვს და ამით ხდება კონკურენციაც დეველოპერებს შორის, რომ ახალი კონდიცია, ახალი შეთავაზება გადახდის პირობა ეს ყველაფერი უფრო რაღაცა მოქმედი. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ითხოვს თათია, ასევე სამშენებლო პროცესი უნდა გაუმჯობესდეს, როგორც აღნიშნეთ, ამხელა პროექტში, ასეთ მასშტაბურ პროექტში, მობინადრეები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე შეუშვა ბინაში, იმიტომ რომ დაქსელოს, ვთქვათ, კომუნიკაციები, შემდგომ გააკეთოს მწვანე კარკასამდე მიიყვანოს, ძალიან რთული სამართავი იქნებოდა. შესაბამისად, ამ მასშტაბის პროექტმაც მოიტანა და მომხმარებლის კომფორტზე ფიქრმაც თავისთავად, იმიტომ რომ თქვენ როცა გადადიხართ ახალ საცხოვრებელ კორპუსში 1-2 წელი თქვენ მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ გაქვთ, აი ამ ქაოსიდან თქვენი მეზობლები არ ემონტებენ, იქ ხმაურია, აი ამ პროცესს მთლიანად ავარიდებთ ჩვენს მობინადრეებს, შევლენ მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკური რემონტის სამუშაოებისთვის და გადავლენ საცხოვრებელს და იქნება სიმშვიდე მთელს კორპუსში. ამ პროექტთან მიმართებით გაქვთ წინა საახალწლოდ განსაკუთრებული შეთავაზებები, რომ მოგვიყვეთ უფრო ვრცლად, რას ითვალისწინებს, რა ვადამდე გრძელდება და ყველა ტიპის გადახდის პირობებზე ვრცელდება თუ არა, ესეც საინტერესო ალბათ, იმიტომ რომ მრავალფეროვანი არჩევანი გაჩნდა ამ კუთხითაც ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ პროექტში, დიდი დიღმის პროექტში 8,000 ბინის და მაცხოვრებლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, გადახდის პირობების, დასრულების ვადების, წინასწარი შენატანის ან მის გარეშე პროდუქტების ნაირსახეობაა ჩვენთან, ამიტომ მომხმარებლის მოთხოვნას თითქმის ყველა სახისას ვაკმაყოფილებთ. ამ კონკრეტულ 31 დეკემბრამდე შეთავაზებას რაც შეეხება, 3 განსაკუთრებული მნიშვნელოვანი ამბავი, ეს არის კვადრატულის ფასი, რომელიც მთელი 2025 წლის მანძილზე ალბათ დიდ დიღომში აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე არავის არ უნახავს ასეთი ფასი და არც იქნება არც ერთ სხვა მომდევნო წელს. მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ ეს არის უპრეცედენტოდ დაბალი კვადრატული მეტრის ღირებულება. მით უმეტეს თუ დავადასტურებთ რა ჩაბარების კონდიციაც არის ამ კონდიციით, ასევე სხვა კონდიცია შეგვიძლია ვუწოდოთ. სულ სხვა კონდიცია და ასევე არის ეს პირობა არ ეხება მხოლოდ ერთიან გადახდას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარტივებული გადახდის პირობაზეც კი არის შეთავაზება და მნიშვნელოვანი ფასდაკლება და ყოველთვიური შენატანი გვაქვს განახევრებული იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებისთვის არის წლის განმავლობაში ისეთი პერიოდები, ახალი წელი დაბადების დღის პერიოდი, ცხოვრებისეული მომენტები და გათვალისწინებული გვაქვს, რომ ყოველთვიური შენატანი იყოს მაქსიმალურად მსუბუქი მომხმარებლისთვის და საბანკო პროდუქტზე როცა მივა მაქსიმალურად იქამდე მიიყვანოს მსუბუქი გადახდის პირობებით. ესეც მათი არჩევანია, შეუძლიათ არის სარგებლობ მხოლოდ მინიმალური შეთავაზებებით და თავიანთი სურვილები დაამუშავონ ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად ინდივიდუალურად. დაწყებული აქცია უკვე და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. დიახ, აქცია დაწყებულია და საკმაოდ მაღალი მომართვიანობაა. შესაბამისად, ვურჩევ ყველა მსურველს, რომ წინასწარ დარეკონ დაჯავშნონ, რომ რიგები და ლოდინი არ მოუწიოთ. მე ვეწინა აღმდეგები სხვა ტიპის გაყიდვებს. ვფიქრობ, რომ შვიდად უნდა მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში
სისტემაში, როცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და ყიდულობს უძრავ ქონებას საინვესტიციო თუ საცხოვრებლად, ამიტომ ვცდილობთ რომ მართოთ რიგებიც და იყოს უფრო სიმშვიდე გარემო ოფისებში. ბინის შეძენისთვის პირველადი შენატანი რა არის და ამ ნაწილში არსებულ სურათს როგორ აფასებთ ბაზარზე? ბევრი საუბრობს რომ გაზრდილია რისკები ამ კუთხითაც. თქვენი რა თქმა უნდა, ჩვენ თავაზობთ მომხმარებლებს ბაზარზე არსებულ პოპულარულ პირობას წინასწარი შენატანის გარეშეს და ეს ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დანაზოგი ძალიან რთული გასაკეთებელია წიდან წლამდე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ფაქტორია და დაახლოებით საბინაო ფონდის 10-15% გაყიდული გვაქვს ამ პირობით, თუმცა წამყვანი პროდუქტი მაინც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ სანამ არ გამარტივდება საბანკო იპოთეკური სესხები, უნდა იყოს მშენებლობაში 20% მინიმალური შენატანი. ეს არამხოლოდ უზრუნველყოფს გარანტირებულ ყიდვას უძრავი ქონების, რომ საბანკო იპოთეკური სესხიც ასეთი პირობით უფრო მარტივად მტკიცდება, არამედ თვითონ მშენებლობის პროცესი გაწარიმართება შეუფერხებლად იმ ხარისხით, რასაც დაგვირდებიან დეველოპერები და იმ ვადებში, რაც არის მითითებული კონტრაქტებში. ირინა, როგორია წლის ბოლოს შეჯამება თქვენთან გაყიდვების კუთხით, რამდენად აქტიური იყო ბაზარი? მთელი წელი საკმაოდ აქტიური იყო, მინდა ვთქვა, რომ თვითონ ჩვენს ჰოლდინგში წინა წელთან შედარებით ზუსტად 100%-ით გაზრდილია გაყიდვები, ამიტომ ეს წელი საკმაოდ პოზიტიურად უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადმოსახედით. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, გარკვეული თვეები, თუმცა საბოლოო ჯამში ზუსტად ამ პროდუქტებში ლაბილურობამ ჩვენი მხრიდან, ანუ მშენებლების მხრიდან მოიტანა გაყიდვების არ შეჩერება. ვფიქრობ, რომ გამარტივებული იპოთეკური სესხი კიდევ უფრო პოზიტიურ პროგნოზს მოგცემს 2026 წელს. წარმატებები ირინა, მადლობა თქვენი დროისთვის. ირინა მილიმონაძე, Lemons Group-ის დამფუძნებელი პასუხობდა საქმიანი დილის კითხვებს.